მოგესალმებით. ცოტა მეგობრებო. და როგორც არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის პასიანი და ნახოთ. ნოემბრისთვის უკადი მიმოხილვა. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი სოკო. მეორე ვარიანტი ასეთი საჩუქარი. პრინცესია პირველი ვარიანტი. ძალიან ბევრს ფიქრობთ, ოცნებობთ. ნუ, ესეც კარგია, კაცო, რომ ფიქრის რეჟიმში ხართ, მაგრამ მარტო ფიქრით კარგი, ნახოთ, როგორ იქნება ზოგადი მიმოხილვა. დავიწყოთ ფინანსებით. ნოემბრის თვეში, პირველი ვარიანტი. მე უფრო მგონია, აქ კი არის ახლა შემოდინება, მასე არა ხართ მთლად. ვინც ჩემი მსმენელები ხართ და თუ ჩემს რჩევებს მოყვებით და ითვალისწინებთ გენაცვალე წესით უნდა იყოთ უკვე გადასული ბარაქაში და უნდა იყოთ ზუსტად იმ პოზიციაზე, რომ კაპიკებს არ ითვლიდეთ და თუ კი არ ითვალისწინებთ, მაშინ რა გიყოთ. და ძალიან წყინს სხვათა შორის რამდენიმე ადამიანთან ესე წმენდებზე ვიმუშავეთ. ნუ ეხლა ბევრი რაღაცები არ გაითვალისწინენ და მიუხედავად ამისა, მაინც ხედავ, რომ კარგად არიან, იმიტომ რომ სამსახური უნდათ, სამსახური რაღაცა სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში, წასვლა ძამოს, ნუ კარგად არიან. ნამდვილად ახლა რაღაცებს რო არ ითვალისწინებს ადამიანის სხვა თემა, ხო? და რაღაცა ვერ უგრძნობ მათი მხრიდან მადლიერებას, იმიტომ რომ ალბათ გასაგებია მეტი უნდოდა და მეტი როცა გინდათ რაღაცები უნდა გაითვალისწინოთ ამ შემთხვევაში. ეხლა მქონდა კიდე ერთი შემთხვევა პირდაპირ ესე ვუთხარი გააკეთე საკუთარ თავზე წმენდები, რომ მუშაობა რამე დაიწყო მეთქი ეგ საკითხი მოგიგვარდის და მე მიხედავ დანარჩენს თქო. ანუ ფინანსები შემოგივა, ხო? დანარჩენ საკითხებს მე მიხედავ თქო დაიწყო მუშაობა და კი მომწერ რაღაცა, მაგრამ ცოტა ისე გამოგვიდა. ისო ეკლესიაში ვიყავიო, რაღაცაო ღმერთო ისე გულითო ვთხოვეო და ისე გამოვიდა, რომ ვითომ აღარ დამიწყი ახლა მაგაზე, რა თქმა უნდა. კი ბატონო, შეისმინა თქვენი მედრება უფალმა, მაგრამ აიცი ასე თუ გვარდებოდა თქვენი საქმე, მაშინ მისულიყავით ამდენი ხანი ეკლესიაში ცოტა კი არა რაღაცნაირად ავიცი. წინს ესეთი რაღაცები. კი ბატონო, ღმერთი მოწყალია, ღმერთით ხდება ეს ამ ენერგიების გაცემა ჩემგანაც, მაგრამ აი უფრო ვიგრძენი ისეთნაირად, რომ აი გულით ვითხოვე ეკლესიაში ვიყავი და ეს სურვილი, ერთი სურვილი უკვე ამისრულდა. კარგი დაელოდე მეორე სურვილი თუ აგისრულდება, მე აღარ გავუშვებ იმ ენერგიას, რომ მის მეორე სურვილი აუსრულდეს. წმენდას რაც საჭიროა გავაკეთებ. რაც მე ვალება გავაკეთებ. აი ესეთი მომენტები არის აქ, თუ კი თქვენ მოყვებით, ზოგადად და მომყვებით, ვინც ძველები ხართ, წესით უნდა იყოთ უკვე ნორმალურ ეტაპზე მაინც გადასული. რაც შეეხება ახლები, აქ ფინანსებთან დაკავშირებით ნოემბრის თვეში გეტყოდით, რომ გჭირდებათ, რა თქმა უნდა,
ეს არის შეიძლება არ ვიცი რა ხელსაწყოებთან გიწევთ მუშაობაში და რაღაცა ფინანსების მაგივრად პირიქით ნახეთ მიიღოთ ეს ფინანსები და სარემონტო რაღაცა საქმეები დაიწყოთ მაგაში დახარჯოთ ან უბრალოდ თქვენი პროფესია შედგება აი ესეთი საქმიანობიდან რაღაცა ხელსაწყოებთან როცა აქვს ადამიანს შეხება ხო ახლა მამაკაცები უფრო შეიძლება ის იყოს მშენებლობა, რა ვიცი, მანქანის რემონტები, რაღაცა კლუჩები, შეიძლება ის იყოს ზარეული ქალბატონებთანაც რაღაცა ესეთი, ხო, დასუფთავება და რაღაც ესეთ ნივთებთან არის მოკლედ აქ შეხება. შეიძლება საკერავი რაღაცა თემა იყოს, აი რაღაც ესეთ საკითხებთან არის უფრო აქ შეხება. ვისთანაც ეს არ არის გამორიცხული, რომ სარემონტო თემა უფრო წამოვიდეს თქვენთან. გამოსავალი პოვნა, როგორ გამოხვიდე რთული მომენტიდან ჩემო კარგებო აქ. ღებულობთ თქვენ დახმარებას ყოველ შემთხვევაში. ვერ ვიტყვი ახლა რომ აქ რა ვიცი, ესეთი დიდი თანხები მაინც აჯაროა და რანაირად გითხრათ, მაგრამ პატარა თუ მოინდობთ, პატარა თანხის შეიძლება ვერ იაზრებთ და თვის ბოლოსკენ უფრო შეძლოთ თანხების პატარა შეგროვება. ყოველ შემთხვევაში ის მომენტი არ არის რომ ახლა ვაიმე პურის ფული გიჭირდეთ და რაღაცა იცოდა ესეთი ვარიანტი დაფიქსირდა. ცუდი მთლად არ არის. ერთმა ქალბატონმა დამისვა კითხვა ბინას ვიყიდიო და კითხა საქართველოში ხართ ქალბატონო მეთქი კიო რაღაცა დაბალი ბიუჯეტია და ძალიან მიგვირს ესეთი ხალხის რა ვიცი საქართველოს ხელფასზე რა ის ბინა უნდა იყიდო ადამიანო. არ დამფიქსირებია, მაგრამ კარგით ნახოთ პირადში როგორ იქნება პირველ ვარიანტთან თუ დამატებითი შემოსავალი არ არის რა ვიცი რა გეტყვით საქართველოს აშკარად ცოტა აჩქარებულ ტალღაზე ხართ ხო მე ისავსებით მესმის ესეთი ვარიანტი ადრეც მყავდა მიიწი ცოტა შენი კეთკაცო ამ ფეხებში ესეთი ქალბატონი მანდა მაინც კაცო იმ წელიწადს უნდა გათხოვა არ გიფიქსირდება მე ვთხარი ბედი ახლა მანდა მაინც წელს ზოგადად კი მაგრამ არ გიფიქსირდება მე წელს უნდა მანდა მაინც და აქ ვიღაცა აჩკარებული ტემპი ხართ რაღაცა ესე იგი ესე უცებ გინდათ და ესე უცებ არ არის ზოგადად ახ გაცავთ ყველაფერი მიცვლა დღეს ხელიდან აქ უფრო მიფიქსირდება ახალგაზრდა პიროვნების გაცნობა მაგრამ ცოტა ისეთ ვარიანტში დარჩებით არ ველოდის თემაში ხო არ ველოდი რა ვიცი მედი არ ველოდი არ ერქმევა სახელი მე უფრო მგონია აქ რომ კი ბატონო ახალი ვიღაცის გაცნობა რა ვიცი როგორ მომდაიგრო მე ახლა ერთ რაღაცასაც გეტყვით ახლა ერთ თვეში რა უნდა განვითარდეს თითქოს კი ბატონო ძალიან ისე ჩუმი ტიპაჟია შენელებული კადრია როგორც ყველა მამაკაცი 90% ყოველ შემთხვევაში საუბრები და ესეთი თემები ნამდვილად არის მაგრამ ნუ პროგრამდებით როგორ იცი აი გაიცანით ვიღაცა და всё უკვე დადგმული გაქვთ ბევრ თქვენთაგან სტენკა მე იქ არ არის ესე ხო არ ვითარდება კაცო რა ვიცი მე იმ კაცს იქნება ცოლი ყავს იქნება არ ყავს მაგრამ ესე ხო არ არის გაიცანი და ეგრევე მით უმეტეს ლოგინში ჩაუგორდეთ კაცს და რაღაცა ეხლა და მე აი მე ნინო ეხლა რა ვქნა ნინომ რა გიყოთ ხალხნო რა ვიცი მე ეხლა საქართველოში ძალიან ცოტა არის მასეთი მამაკაცი მიიღოს თავისი წილი ლოდინის თემა ზუსტად გეტყვით და მე მან მით უმეტეს რაღაცა რატომ ფიქრობს მე ქალბატონებს ახლა აქ დაგისვამთ კითხვას რომ თქვენ ესე ისეთ
ლოგინ შეთავაზებთ, ისეთ სექს შეთავაზებთ, არ შემონუს ამ სიტყვებს გამოყენება საუბარი, მაგრამ რაღაცა ესეთი მიფიქსირდება კაც. როგორ რაღაც არის, იცი? არიქა ალბათ ისეთი სასწაული იქნება, აუცილებლად მეორე დღეს ლოგინ ცოლად მოგიყვანთ. რა ვიცი, საქართველოში მაგნარი კი ხდება, შეიძლება, მაგრამ ვინმე გადარიოთ, მაშინ ძალიან ჩამოქნილი უნდა იყოთ. და მაინც არ გადაირიო შეიძლება მამაკაცი, ხო? იმიტომ რომ ბევრი მამაკაცი ვიცი ისეთი, რომ ჯერ ესეთი ჩამოქნილი გოგოებს სხვა პრეტენზიები და სხვანაირი ტიპაჟები, კაპრიზები არიან და არ აქვთ მათი ნერვები. და მაინც მას ესრულდება მათი რაც არ უნდა ლამაზი იყოს ქალი. იმიტომ რომ ის პრეტენზიულია, იმიტომ რომ ის სხვა მოთხოვნილებები აქვს, სხვა რაღაცა აქვს, კი, დაიგვაყოფილა თავისი ჟინი მოთხოვნილება, გაისწორა თავისი და ესე ცოლა რა. თუ გინდა აიყავი, აჰა, გიხმარდა რაღაც. თქვენი რა გამიგურდეს გაუთხოვარი ქალი ვარ. გეტყვით რა, მაგაც უდასამალ და ერთმა ბიჭმა რაღაცა მე პირადად კი არ მითხრა, მაგრამ აი ისეთი დელიკატურად და ისეთი რაღაცა, გზავრობა მოგვიწია ერთად. როგორ ვარიანტით თქვა, იცით, ეს იყო რამდენი წლის უკან. მაშინ არც ასაკი მქონდა, არც არაფერი, 10 წლის ამბავს მაინც გიყვებით და ესა რა ქვია, რაღაც რა ვიცი, ვიღაცებზე ლაპარაკობდა ეს და მეო ეხლაო, ცოტა უმცროსი იყო ჩემთან სულ ესე უმცროს მამაკაცები მოდიან რა გავაკეთო რა ჯანდაბა ქნა. ერთი ბებრუც უნდა არის ეგერმა და ეს არის რა ქვია. ნამდვილად ბებერი ერთ უყმეთი გზავნის ნერვებს და იმას უკვე უნდა ვიზრუნო მის დასაფლავებაზე და მაცალეს ცოტა ხანი შემორგაცხოვრო. ხოდა აი როგორი შინაარსი გააკეთა ამ ბიჭმა, მე ახლა უფროს ქალთანო რატო უნდა იმას გამით უმეტეს არც მომწონე გაკვარჯგული წირებ ძალიან დიდი წარმოდგენა ქონა მის თავზე ისო იმისანა ქალები ვამიგდიაო იმისანა ნაშები მყოლიაო აი ტარაბა ხობდა და ავხედე აი ერთი გაჩხინკული კაცი იყო რა ვიცი მე თვალები ჩაცვენილი რაღაცა საღლი არა, კარი არა, რაცა ნანათხო არ მანქანაზე იჭდა, ვალებით გამოტენილი მევალეებს რო იმას ემალება, ეს ფეხები გაკვარჯგული მე რა რო კაცი არა, კაცი სასიამოვნო სანახავია, მოკვარჯგული ფეხები. რაცა ჩემზე მაღალიც არ იყო, დაპასკული, განწლეული ერთი რა, პანჩური რო მოვიწყე. ცხრაყი მოლას გააკეთებდა. და ამერ ტრაბახს რო დაგიწყებს ახლა მამაკაცი და მე ბოლოში როგორ ემასკნა იცით ჩაახაჭაპურა და ისა ხა რატო იმასკნა ხო უფროს ქალთანა მე ურთიერთობას ვითომ ვეხვერძებოდი რამეს დავიკავებო აი ამ შემთხვევაში როგორ თქვა იცით აი ერთი ბაღანასო თუ უნდაო შვილსო გოუჩენა და რაღაცა და გავჩერდი ეს ფაქტიურად მე მპასუხა ვითომ თუ გინდა შვილსო გაგიჩენო ალბათ როგორ არის იცი ხომ არიან ის რაღაც ხუმრობენ ალბათ ასაკში რო აქ ალბათონ ერთი ბაღანეო რაღაც ესე დავჭერი აი რას ბუდიალოს მე სად არის ბალზე ხარ ტყემას ჭამ შვილო წადი ცხვირი მოიხოცე ჩემი ფიქრები ზუსტად ეგ იყო ეხლა არც თქვენ მიყურებთ მე რეალურად და არც რეალურად იცით ვიზევლაბარ დასამალი რა არის თუ რაღაცა დავუშვათ მე მომწონდა და ვიტყვი ხო მაგრამ არ მქონია ესეთი ბრანჭვები ნამდვილად და ესეთი ის გააკეთა ჩახვევა ანუ მოსინჯა თუ რა მოსინჯა რა მომისინჯა სად მომისინჯა კბილი ვერ მივხვდი ცოტა არ იყოს ხო და ჩემი რეაქცია ესე იყო აი არც მინდოდა რომ ხეშად მიპასუხა იმიტომ რომ რაღაცა ისეთი საერთო საქმეზე მივდიოდით უნდა გააკეთებულიყო ხო და ამნაირად დაიწვა ენა ხო და ახლა მე რო კაცი მაგას მეტყვის თუ ინა ბაღანას გაგიჩენდა მე რაფერაც გინდა ახლა მაგდენზეო ესე იგი ვარც არ გეტყვიო ფაქტიურად ესეთ რაღაცა მითხრა ადამიანმა უფროს დორე ეხლა რა მოინდომა ისა სადი იყო რა ბოზები აგდო თურმე ბოზები ყავს აგდებული ისეთი გოგოები მაგრამ
აქცენტი გააკეთა, ვითომ ყელიდან ეწყება ფეხები და ალბათ მაგითი ჩემი ისიც უნდოდა ეხლა დაგოიმებას და რა გოგო ვარ თუ საკუთარ თავზე გაქვს ნაკლები შეხედულება ქალბატონს ეს არის მაგალითი გენაცვალე ცოცხალი მაგალითი რომელშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ და ჩაიხედოთ და ალბათ ამითინ თუ დავკრინდებოდი ვაიმე რა ლაბარაკო ერთხელ დაწვევი კაია მამიდია ხა და გამომართავდი კან ძიძიმა და ვიწყებდი ესეთ რაცხას ალბათ რა ვიცი ხო ხდებდი რა დონის ის არის დუხუ ხო და თქვენ რა ვიცი რისი იმედი გაქვთ კი 80% ესეთები არის მამაკაცი აი 20%-ს კიდე ქლა არ ვიმას მე არ გავანიორწყალებ კინ ქართველი იყოს და კინ მიწაგინა ის იყოს ასეთები არიან მაინც ხო და ვისთან რა ილაპარაკო კაცმა რო არ გეცოდინება ხო და ახლა აქ გეუბნებით ამიტომ კი არის გაცნობა იმიტომ რომ ძიძინ ფარტებს ნუ გამართავთ ახლა აქანა ცოტა შეიკავეთ თავი აცალეთ იქნება მეიფიქროს რამეს და თუ ვერ მეიფიქრებს მე არ გექნებათ ის მომენტი რომ ვაიმე არ გაგიმართლათ კი არ არის როდესაც ადამიანთან აი ეს იგივე მომენტები სულ მეორდება ერთხელ ქონდა ეს ფართი მეორესთან ქონდა ის ფართი მესამეჯერ ჯოდა სულ ერთნაირად სრულდება ესე რა გამოდის მეტი თავშეკავებული უნდა იყო მეტი არ უნდა გამართოთ ესეთი ისინი ხო ესა გაქვთ დასამუშავებელი სწრაფად წვიტავთ დამახჭო ვიღაცამ ხო ეხლა ვიცი რომ არ გესიამოვნებათ ეხლა აქ ქალბატონებს ესეთი ლაპარაკი მაგრამ ბიჭო მე ეხლა მაგი რა წმენდა გაგიკეთო თქვენ მე ახლა მაგნაირი ნუ გადამრიეთ ან რა შეგილოცოთ მაგნაირი რომ მაშინ კონკრეტულად ადამიანზე უნდა გააკეთო რაღაცა რომ გადაირიგოს თქვენი გულიზა და კი ბატონო იძინძავეთ რამდენიც კიდათ ხო მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა მე აღმოაჩენთ რომ ცოლიანია ესა ხო რა გავაკეთოთ არიან ესეთი ისინი მამაკაცები არ ვიცი რა დავარქვა ახლა მაგრამ მარტო მამაკაცების ხარჯზეც ნუ იმას ახლა ქალბატონებით ცოტა სუბუქად იქცევით სუბუქად არ მინდოდა ესეთი გაშლა, მაგრამ რა. მაინც ასე დაფიქსირდა, მაინც ასე ამოვიდა და რა ვიცი, რა განვითარება ექნება ამ ურთიერთობას. გაითვალისწინეთ ეს რჩევის სახით ამაქვს მეორე ვარიანტში და კი ბატონო, იქცევა თქვენს იმპერატორად. და რაცა იქნება აქ ცვლილება, ჩანს ეს ცვლილება. და კიდე რას რო თქვენი საკუთარი შეიძლება ტყავის დაცვა გჭირდებოდა, შეიძლება რაღაცა საკუთარ თავის, აი დამცველობითი პოზიცია გაქვთ. ნამდვილად დიდზე გაქვთ პირი მოღებული აქ და ძალიან ბევრს ესე ეთყობა, ლაპარაკობთ, ან ისი ამბობთ, მე ესე არ ვიცი. არიან ქალები, ხო ახლა მე თავის თავზე იწყებენ პირდაპირ ესე ლაპარაკს და მე არის მთლიანად და ნუ აკეთებთ ამას, ასე მიფიქსირდება აქ. საკუთარი რაღაცა ნახეთ, შეიძლება ეს რატო გემართებათ, ეს ბევრს რატო ლაპარაკობთ ბევრს უსამართლობის გეშინიათ. ეს არის თქვენი ემოციური, ფსიქოლოგიური, ესე ფსიქოლოგიურად გჭირდებათ დახმარება. ამ შემთხვევაში კი ბატონო ფსიქოლოგთან ვიზიტი ცოტა თუ ეს არის ძვირი არის, მაგრამ უნდა გაანახორციელოთ ან რაღაცა თქვენ თავ შემოუძახოთ, ხო? ეს არის ფსიქოლოგიური თქვენი მომენტი, რაღაც როგორ რაღაც იცით, ეს ძალიან თავაღერებულად აი რაღაც არ ვიცი როგორ დავარქვა, მაგრამ აშკარად უსამართლობის აი მომენტი, რომელსაც ესე განიცდით. და მე ეს იმდენად გაზიანებთ, რომ იწყებთ წინასწარ თავის დაცვას. ესე მოიქცა მუდუს უთხრენ, ქვეყანა იქცებაო, თვალები დაითხარა და დარჩა თვალები დათხრილ და დაძვრება მიწაში მის მერე. ხო. ამიტომ წინასწარ თვალებს ნუ დაითხრეთ, აცალეთ ამ ადამიანს, რომ გაიცნობთ, რა სიმოქმედებს, რას გააკეთებს. თითქოს სერიოზულად ფიქსირდებათ, მაგრამ თქვენზე არის დამოკიდებული. შეიძლება მამაკაცი ძალიან სერიოზული იყოს და ქალმა ისე მოიქცეს, რომ სერიოზული კი არა, მართლა უკაცრავად, მაგრამ ბოზივით მოგექცეთ, შესაძლებელია, რომ პირიქით იყოს, ისე მოვიდეს გასართობად მამაკაცი და ქალბატონმა ისე წაიყვანოს ურთიერთობა და ისე მოიქცეს, ქალბატონო და პირიქით და ხელს კითხოს, ხო? და რევერანსიც კი იმას ქნას, რა ქვია, ესე გაუკეთოს.
ეს არის თქვენზე უკვე დამოკიდებული, როგორ წაიყვანთ ურთიერთობას. ეს ტარო არ არის ის, რომ გინდა თუ არა ასე იქნება. რჩევები, იმიტომ იძლევა აქ და ეს განხილვები, იმიტომ არის, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება რაღაცები შეცვალოთ. თქვენ ხართ თქვენი ბედის მართველი, თქვენი თავის მართველი, თქვენი ცხოვრების მართველი. ეს უნდა იცოდეთ. თქვენ გაქვთ თავისუფალება, თქვენ გაქვთ არჩევანის უფლება. რას აირჩევთ? ყველაფერი არის ამ ქვეყანაში. საქამდე არის თქვენი აზროვნების ჰორიზონტი. ახლა თუ არირჩევ თქვენ ოქროს სასახლეს, რა ქნა სამყარო კი აქვს ოქროს სასახლე გამზადებულმა, რანაირად დაგაჯინოს იქან და რანაირად მიგიყვანოს. რა ვიცი, ბევრი მინახავს, მაგალითად, ძალიან მაგარი სახლები როიდება გასაყიდად და ქალბატონები აქ ვერ ვიცხოვრებ, აქ რით როგორ უნდა ვიარო? ნამეტანი ისეთია, ხო, ეხლა პიჟამოებით ისეთ სახში ცოტა უხერხულია. მთელი დღე გაატაროთ რაღაცა 1.5 საათი, კიდე ხო? მიმიხვდით, რასაც ვამბობ. აი ეს მომენტი არის. ამიტომ აქ ტაროლოგი, აქ წმენდები, ისინი კი ბატონო, მოგშორდა ნეგატივი, კი ბატონო, დაუშვათ გითხარით რაღაცა ინფორმაცია, მაგრამ უკვე თქვენ ეს უნდა გამოიყენოთ იარაღად. ეს უნდა გამოიყენოთ ინფორმაციად, გაითვალისწინოთ და ესე რომ ვთქვათ, ეს იარაღი თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. ეხლა დანი შეიძლება კაცი მოკლა, შეიძლება კაი მაგარ საჭმელი გაამზადო სამზარეულოში და თითებით შეიკვნიტო ისე რა გემრიალიო ესე იძახო. იკრუსუნოსულ, ხო? ეს არის უკვე თქვენზე დამოკიდებული გემრიელი საჭმელი თუ იმეს მიაწოდებ კიდე ქებადიდებას მოგიტანს და დედა კაი სახელ რა კაი ყოფილა მზარეულ დედა რა გემრიელი კაი ქალიან კაი მამაკაცი ხო სამზარეულო ისეთი თემა არის ყველას ხიბლავს მაინც რაც არ უნდა უჭმელი და რაც არ უნდა ისეთი იყოს ადამიანი მაგრამ კაც რომ მოკლო მაშინ რა გითხრათ მაშინ უკაცრავად და კიჩა გაყუდ გახეხიებენ ვირის აბანოს აი ეგ თემაა გენაცვალეთ ახლა დანარჩენ თქვენ უნდა იაზროვნოთ აქ მეორე ვარიანტი ეს საჩუქარი ვნახოთ აბა რა საჩუქრები იქნება თქვენთვის რაღაცა ისე საჩუქარია ვარჩიე და აშკარად თლიანი ცვლილება მიდის ან რაღაცა არის დაანგრიე დაშალე რა ვიცი მე რა გააკეთეთ რა დაანგრით კარგი ვნახოთ ზოგადი მიმოხილვა მეორე ვარიანტში აიყო ახლა ეგ თემები რაც გავაჟღერე ესე ერთ ვარიანტზე გაშლავს და იმიტომ რომ ყველა მოისმენდა და ახლა ნაწილი მოისმენს არა უშავს რა გავაკეთოთ ზოგადი კი არ მინდოდა უკაცრავად დავიბენი ესე თქვენც რაღაცა ზუსტად ამ პოზიციაზე ხართ არიცით რა როგორი იქნება ვიცი კი დაანგრიეთ მიშალეთ მუშალეთ თუ ან შეიძლება საკუთარ თავის გარდაქმნის მომენტში ხართ ხო ესეც ხდება კი ბატონო საკუთარ თავის აღზრდას იწყებს ვიღაცა დისციპლინას სწავლობს დისციპლინა ეს არის ყველაზე უპირველესი აი მაგასაც გეტყვით მოდი თუნდაც ტაროლოგთან ან პრაქტიკოსთან მიდიხართ წმენდებზე რაღაცა პირველ რიგში მოიკითხეთ და ნახეთ როგორი დისციპლინის არის ადამიანს დისციპლინა თუ არა აქვს თქვენ ის წმენდებს ვერ გაგიკეთებთ იმიტომ არის წმენდები ყოველდღიურად რამდენიმე დღე მაინც უნდა იმუშაოს 10 დღე მაინც უნდა იმუშაოს მერე მეორე ვიღაცა აიყვანა იმასთანაც 10 დღე უნდა იმუშაოს და მანდ მაინც ამ 10 დღეში ჩავალ ესე გამოდის რომ ადამიანი მუშაობს ყოველდღიურად ამას ჭირდება ხალხო დისციპლინა ხო და მე ახლა აქაც კიდე ჩავაკვეხებ ეს ზოგიერთები რა ვიცი მე რომ გამოდიან და არაფერი ცხოვრებაში განაკეთები არ აქვს რა ის დისციპლინაზეა ლაპარაკი სამსახურში მოდიან სადმე რომ დაიბარო მოდი 5 საათს დააგვიანებენ და მე გზაში ვარ მეიცა თავის დროზე ვერ მოვა ადამიანი იმას რა დისციპლინა უნდა კითხოთ ახლა ეტყობათ ესე ტაროლოგები რომ გამოდიან მარტო თვალებში ყურება კი არ არის კაცო მთავარი კი, ვიცი რომ ეს კომუნიკაცია, ეს რა ქვია, ზუსტად ხო, თვალებით კონტაქტით, რაღაცა სახით კონტაქტი ძალიან კარგი არის საზოგადოებასა, უფრო მეტი ხალხი მოდის და თითქოს უფრო მეტი, რა ვიცი, რწმენა ნიჭებათ, მაგრამ რა რწმენა გენიჭება თვალებში რო უყურებ, ადამიანს პირდაპირ ატყვია რომ რაც არის ვინც არის რა დისციპლინის ადამიანი არის და რანაირად უნდა დაიჯეროთ ესეთი და უნდა გაგიკეთოთ ესეთმა, არ ვიცი მე. პირადად არ ვიცი, ხო ჩავაკვეხე მაინც აქაც ხო ჩავაკვეხე კარგით, ნახოთ ფინანსები მეორე ვარიანტში.
მეორე ვარიანტი ძალიან მაგარი რაღაცა არის. თუ აქ რაღაცას გაყიდვა გინდა ტყიდით, ჩემო კარგებო, ავიცი მე მანქან არამია, ნივთია, ეს არის შემოდის. ყოველ შემთხვევაში აქ რაღაცის თქვენს გაჩერებული და ესეთ ვარიანტი არა ხართ. გამოდიხარ და გამოსავალი არსებობს და რატომ ხართ მაინც მოწყენილად რატო? ესე იგი თქვენ როგორ არის, იცით? შესაძლებელია უბრალოდ ხანდახან არის ადამიანი, მოდი ასე ვთქვათ, ვერ ისვენებს, მოусვენარი ტიპაჟები, ჩემსავე მოусვენარი ტიპაჟები, ახლა ვერ რაც არ უნდა კომფორტი შეუქმნა ჩემნაირ ხალხს, ხო? ეს ჩემ თავიც რო არ გამოვაკვე ხო ხარ იქნება, მაგრამ მეც ხო მეცნობით თან ამასობაში. როგორ არის, იცით? ვერ იმასქნი, ვერანაირად მოусვენარი ადამიანი, რომ რაც არ უნდა კომფორტი შეუქმნა, ხა ფულიც მიეცი, რა ვიცი მე, ჯანმრთელობაც მიეცი, მოწყობილი სახლის მიეცი, ყველაფერი მიეცი, რაც გინდა, მაინც ვერ ისვენებს, რაცხას მაინც ეძებს, მაინც ის მომენტი რომ დააჯდეს, დაისვენე, გადაიდე, ფეხი-ფეხზე დალიე, ეს ყავა და შენც გააფუილე, რაცხა იქნება ეს საფუალო, არა, ვერ ისვენებს, იმ რაღაცა მაინც უნდა მოძებნოს. რაღაცა ესეთი გჭირთ თქვენ თორე აქ თანხა შემოდის თქვენთან ძალიან კაი თანხა შეიძლება რამე ეს გაყიდვა რაც არის ეს გინდათ. მაგრამ რა არის ეს გულის ტკივილი, რა გულის ტკივილი გაქვთ? მე უფრო მგონია რომ თქვენ გამოდიხართ უფრო სწორად ამ გულის ტკივილზე. საკუთარ თავთან თვითონ ვქნით როგორ რაღაცას, იცი? კონფლიქტს თუ რა ვიცი მე საკუთარ თავთან რაღაცა ისე შეიძლება ცოტა უენერგიობა. იცი რა არის? საკუთარ თავს უტარებთ манипуляციებს, რაღაც ესეთი მიფიქსირდება. მოეშვით საკუთარ თავის როგორ რაღაცას, იცით? საკუთარ თავის უკმაყოფილება, საკუთარ თავის არ მოიგეწის სწორად, იცი რა, დადანაშაულებას არა. თუ თქვენ რაღაცა მოიქეცით, ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო, პატივი ეცით თქვენს გადაწყვეტილებას, ნებისმიერ საკითხი, პიროვნება, ფინანსებია, რაც არის, ეს არის. საკუთარ თავს არავინის სიტყვის გამო, ვინც არ უნდა, რაც არ უნდა, გითხრათ. არა ის იმიტომ გეუბნება, უბრალოდ თქვენ გთრგუნავთ, აქ ჯადოა, მანდა მაინც არაფერი შუაშია, შეიძლება ადამიანმა არაფერი მოგპაროს, მაგრამ იმხელა შური გქონდეს თქვენს მიმართ, ეს ზუსტად მოპარვაში ითვლება, ეს თქვენი ენერგია შურით, ნახე, ამას რატო, იმას ესეთი რაღაცები, ეს შეიძლება გაკეთებული მაგიურად არ ჩაერიოს ადამიანი, მაგრამ როგორ არის, იცით, მაინც ესე მოქმედებს. მისი ესეთი დამოკიდებულება. აი ზუსტად ესე არის, ვიღაცა გრგუნავ თქვენ შეიძლება არ გააკეთა მაგიურ ჩარევა, რომ აი გზების ჩაკეტვა ქვია დათრგუნვას, ხო? ეხლა რაღაცა წარმატებას ვერ მაქვს ის, მაგრამ მისი სიტყვა, მისი მოქმედება თრგუნავთ თქვენ და ესე რომ თქვა გულს გაღნევს. არავინის გამო თქვენ დავიდე არაფერში არ დაადანაშაულთ. აქ ფინანსები ყოველ შემთხვევაში გაქვს ძალიან დიდი სიხარული გექნება, რაც ყიდვა თუ გინდათ, ყიდვაც იქნება კი ბატონო, მაშინ შეიძლება ყიდვა არის ძალიან ბევრს ფიქრობთ ისე. ეს აკიატებული და ეს რაღაცა ისეთი აზრები და ფიქრები მოიშორეთ ჩემო კარგებო მეგონებიდან. რაღა ესეთი რაღაცა დაფიქსირდა მეორე ვარიანტი და ნახოთ ახლა პირაჩი რა იქნება, ვინ იქნება, სად იქნება. რატომღაც მაინც მგონია რომ მეორე ვარიანტი თითქოს პირაჩიც ისე გრძნობთ თავს, მე უფრო მიყვარს თუ რაღაცა ესეთი თემა თქვენი ან თქვენებული სიყვარული გაქვთ ან რაღაც ისეთი, ხო, ესე პლატონურს რასაც იძახენ, აი თქვენეული რაღაცნაირი ან მე ასე და ნუ თქვენ სტიქიაში გაქვთ მაინც მაგარი ნახოთ მეორე ვარიანტისთვის როგორი იქნება პირადი თემები აი ყველაფერთან ღერადო ამოვიდა ესე დალაგებული არაფერი არ გაქვთ აქანე მანდა მაინც მეორე ვარიანტი ყოველ შემთხვევაში როგორ რაღაც არის იცით ეს გადაღლილი მომენტი დღეს რაღაცნაირად ვლაპარაკობ არ ვიცი რატო ვისი ენერგია თუ რა ამჭირს არის ესე ვლაპარაკობ და მე უკაცრავად მაგრამ რაღაცა არ ვიცი რატო არის ეს ენერგია ჩემში თუმცა ნაშკარად არის აქ რაც შეეხება ყოველ შემთხვევაში აქ არის პიროვნება კაცო სტაბილური ურთიერთობებით საკმაოდ ენერგიულად საკმაოდ თავდაჯერებულად მე ვარ რაცა ვარ ესეთნაირად გეუბნებათ არ ვიცი შეიძლება გადაღლილი ხართ უბრალოდ თქვენ თვითონ ან არ გრძნობთ თუ რამე შანსი გაქვთ ამ ადამიანთან, მაინც თქვენეული ხედვა გაქვთ, არა, რა ნახოთ აბა ეს პიროვნება რამეს იმოქმედებს, რამეს იზამს, იმედს მოგწევს. ხო, აი იმიტომ არის ესე იგი თლად იმედს და რაღაცებს ეს ადამიანი თქვენ ვერ გაძლევთ, უბრალოდ როგორი მომენტი არის, იცი, იმიტომ გრჩებათ ისე შეშტაბეჟლება, რომ თქვენ უფრო გიყვართ და ამას უყვარხართ თუ რა უნდა, რა თავის ტკივილი უნდა. უყვარხართ
სიყვარულს არსებობს რამე იცის, ამან გაიგება რამე სიყვარულის. მოდი ასე დავუძოთ ახლა კითხვა. ძალიან ისეთი ტიპაჟია. მე მგონი ამას თვითონ რაღაცა ძალიან დიდი პრობლემები აქვს მართალია. თქვენთან ძალიან ცდილობს რომ თავი წარმოაჩინოს და ისეთი ტიპაჟი იყოს, მაგრამ ამისგან შეტყობინება, ურთიერთობა იქნება ნამდვილად მიუწვდომელი ხარ ჯერჯერობით ჩემთვის რომ მაინც ესე ამბობს, ხო, ეთყობა რაღაც საქმეებში არის ჩართული. რა პრობლემები გაერთი გითხარი რა ასულ პრობლემები რა ადმად მიყვება გენაცვალ თვალებ დახუჭული მიყვება ცხოვრებას და არ არის გამორიცხული ერთი ადგილითაც საზღვრავს ცხოვრებას ეს ადამიანი ხო, მაგრამ ძალიან ისე დაუკვირვებლად მიყვება ბევრ რაღაცებს ეთყობა აქ მიხედავად მისი იმიჯის და ეს ადამიანი არ არის ესე რომ ვთქვათ მთლად თავის ცხოვრებაში მოდი ასე რომ ვთქვათ დასტოინად და უფრო შემდგარ პიროვნებად ხო ცოტა ისე მიფიქსირდება თვალებ დახუჭული დღევანდელი დღეს რა იქნება ხვალ რა იქნება და რა ვიცი რაღაცა ისე არის და მაინც რა პრობლემა გაგვიძოთ პოტენციალთან დაკავშირებით ხო რა გამსაწყალს პრობლემა, იმიტომ რომ რაღაცა ესეთი მიფიქსირდება აქ არ არის გამორიცხული, ხო? ნაკლებობა გაქვს სექსის? ой, რას ლაპარაკობ. მე ცხა ამ ბოლო დროს ნამეტანი ეს სექსუალური გაშლები გამომდის მეც კიდე. რა შეეხება ამ ადამიანს როგორ არის? კი, აქ რაღაცა აქვს ნახეთ პრობლემა მას და ესე რომ ვთქვა დახმარება მჭირდებაო. ძალიან კაი გოგო ხარო ის მაგრამ სიყვარულზე არ ლაპარაკობს ამას სიყვარული ჯერჯერობით თქვენს მიმართ არ აქვს. ეხლა ერთ რაღაცას გეტყვით მიჯაჭვულობა, სიყვარული, მოწონება, თბილი დამოკიდებულება, უბრალოდ სასიამოვნო მეგობრობა ერთმანეთიდან უნდა განასხვავოთ. შევამჩნიე ესეც პირად გაშლებში რომ ვერ ასხვავებთ ამას მიჯაჭვულობა და სიყვარული ერთი და იგივე არ არის. გაშლაში რომ ის დამტკიცება დამჭირდება შენ ეს ადამიანი არ გიყვარს თქო. არა მიყვარსო, არა მე ვთხარი არ გიყვარს მეთქი. შანსი არ არის თქო და ბოლოს რაღაცეები რომ ვთხარი ისე მე დამეთანხმა ხო ისეო. შეიძლება მართალი ხარ ბოლომდე ხო, იმიტომ რომ ეს უნდა განასხვავოთ. მე კიდევ თუ რაღაცა დაზიანება არის თქვენთან, ეს არ აქვს მნიშვნელობა. ფსიქოლოგიური არის, ბავშვური ტრამული არის, ვიღაცა ქალის მიერ არის, ჯადოთინ არის, ის არის. როდესაც დაზიანება ფიქსირდება, ის დაზიანება თუ არ მოგვარდა ჩემო კარგებო, რა ვიცი ახლა, რაერად ვიღოთ ახლა. მე ერთ რაღაცას გეტყვით, დაუშვათ თასი აი ჯამი, ჩვეულებრივი ჯამი არის გახვრეტილი და გინდა წყალი აიღოთ შიგნით და წვალობთ. ეხლა რაც არ უნდა, იმას რა ვქნა, ეგ იგივეა, მეკითხებით, რა იქნება, რა მე იქნება, ის არა ქვია, ასე იქნება, ისე იქნება. კი, ყველაფერი არის თქვენს ირგვლივ, მაგრამ ვერ იქნება, იმიტომ რომ ჯამი გახვრეტილი არის. სანამ ჯამს არ შეცვლით, სანამ ამ ჯამის თემას არ მოაწესრიგებთ, ან არ დაწებავთ. იგივე არის თქვენთან, რომ რაღაცა პრობლემა ფიქსირდება, იმ პრობლემას სანამ არ მოაგვარებთ, რა გითხრათ, ყველაფერი ფიქსირდება, ყველაფერი არის. ყველა ადამიანისთვის აბსოლუტურად ყველარანაირი რესურსი არის. სამყაროში ყველასთვის საყოფინარი ყველაფერი არის, რადგანაც დაიბადე, რადგანაც მოგეცა შენ ნება, რადგანაც მოგეცა შენ სიცოცხლის უფლება, ესე იგი შენ კუთვნილი ყველაფერი დევს სამყაროში. აიღე, მიდი, მოიხმარე, მაგრამ ეხლა ამას ვერ აგნებს ზუსტად ადამიანები, როგორ მოიხმაროს, როგორ გააკეთოს. აი ამაშია საქმე. ყველაფერი არის თქვენს ირგვლივ. ეს დაიმახსოვროთ. უბრალოდ იქ რაღაცეები ცოტა მოსაწესრიგებელი არის. როცა თქვენ დაუშვათ, მშიერი ხართ, ხო გჭირდებათ ცოტა დანაყრდეთ, რომ რა ქვია, ხოდზე იყოთ და ძალა არ შემოგიგული არ შეგიწუხდეთ. ხო, ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ საკვებს თუ არ მიიღებთ, ვეღარ შეძლებთ. იგივე მომენტია, აი ჯამის თემაზეც როგორ გითხარით, იმ სანამ არ შეცვლი, ან უნდა შეცვალო ჯამი, ან უნდა მიაწებო რაღაცა იქ სადაც არის, რა ვიცი, გახვრეტილია თუ რაც არის, დაზიანება, და მერე უკვე ყველაფერი ნელ-ნელა იქნება. მოგვარდება. აი იგივე მომენტი არის აქ. აქ რა შეეხება ამ პირადში, რა ვიცი, ამას რა თავისკივილი უნდა მე ვერ მივხვდი. რა გინდა? შვილო, რა გინდა, შვილო, ეს რა გინდა? რა გვასწავლი, შვილო, რა გინდა, ხო, რა გინდა, რა უნდა ადამიანს თქვენგან ბულობულო. რა უნდა? რა უნდა გითხრა დაიცის. კონკრეტული ჩამოყალიბებულია ეს არ არის. ხო, აქ რა უნდა მას მიაღწი.
რაცა გასეირნება უნდა ბუჩქებში, საცხა ეგედა ახლა მე რა შემოგთავაზებენ. ასე ყოველ შემთხვევაში 80% ასე არის. შანსი არა, მამაკაცი რაღაცა და სკუჩნო ადგილას, ბიჭო, რატო სკუჩნო ადგილას შეხვედრა თუ გინდა ქალთან და მოგეწონა, ვერ გავიგე, ხალხში რატო გეშინია გამოსვლა. რა ვიცი, ახლა თქვენ თავ შეხედეთ, გენაცვალე და როგორ არის, იცი თუ მაგნაირი ესე შევხედავები ხართ, მაშინ შეხვდით სკუჩნო ადგილას. რატო ეშინიათ ხალხში? რატო ეძებენ სკუჩნო ადგილას? რა პრობლემა არის? ვერ გავიგე, ნორმის ფარგლებში ერთი ჭიქაღავას დალებო, რაცა გაივლი თუ დაელაპარაკები ადამიანს, რა პრობლემაა, ნუ გადამრიგეთ. რა თუნდა მაგას სკუჩნო ადგილი. თუ იქ რაღაცა არ არის. ან ვიღაცა ყავს, ან სერიოზულად არ ფიქრობს თქვენზე და ასე შემდეგ. როგორ უნდა მიხვდეთ და ასე უნდა მიხვდეთ, ესეთი დაფარული და ესეთი იმედ რომ არის ადამიანი მამაკაცი. თქვენს მიმართ უნდა მიხვდეთ, რომ იქ რაღაც არ არის. თუმცა ყველაზე მაგასაც ვერ იტყვი, რა ვიცი, მე ხომ მოგიყრებით თქვენ ოჯახში რომ მივიდა ბიჭი, ხელი ითხოვა და თურმე ცოლშვილი ყოლია. ხო, მაგნაირი, რა ვიცი, მაგას კიდე პიკი ქვია. მაგრამ მით უმეტეს ესე რომ იმას ქნეს ამას აქ რაღაცა უფრო როგორ არის იცი კი სერიოზულ ურთიერთობაშია თითქოს მაგრამ ამ ურთიერთობას მე ვერაფერი ვერ დავარქვი სიყვარული აქ არ არის რამე ისეთი შეხვედრა აქ არ არის ალბათ რაღაცა მის საქმეზე თუ წახვალ გაუკეთებ ან წამოხვალ ან რა ვიცი გეხმიანება მოგწერს ისე რაღაცა ტარამ თემა არის უფრო მეტად ვიდრე რამე სერიოზული როგორაც თავის თავს წარმოაჩენს ის პიროვნება ეს არ არის შემგარგები და ძალიან დიდი პრობლემები აქვს მე კიდე ხო მაგაზე უკვე სხვა დროს ვისაუბრებ იმიტომ რომ აღარ აიტვირთება ვიდეო დაგემშვიდობებით ახლა გისურვებ წარმატებებს და კარგ ნოემბერს და ღმერთმა ქნას მე რაც თქვი ამაზე 100 მაგათ უკეთეს ყოფილიყოს თქვენთვის